რატო გადაწყვეტა ივანიშვილმა რომ BBC-ს უჩივლოს? ანუ ხო რეალურად ჩვენი ვრადიციან რომ ნული შანსი აქვს მაგ რამის მოგების, მით უმეტეს მით სიუჟეტი ნახეთ მანდ, ანუ ისი არის აწყობილი, უბრალოდ ფაქტებია მოყვანილი, ჩვენებები და ექსპერტები ამობენ რომ ამ მონაცემების საფუძველზე შეგვიძლია ვივარაუდოთ რომ ესა და ეს გაზი იქნა გამოყენებული. გარდა ამისა, საქართველოში ხო 1000 სიუჟეტი გასულა ოპოზიციურ არხების მიერ, მათ 1000 დანაშაულზე ყოფილა საუბარი, მაგრამ ფეხებზე კიდიათ მურუსიძის სასამართლოშიც კი არ უჩივლიათ. და პლუს ანუ თუ მართლა რაღაცა თავისი იმიჯი და ადარდებთ, ყველაზე მარტივად გამოაქვეყნონ და თქვან რომ ეს გაზი კი არა, ეს გამოვიყვანეთ, რომელიც უსაფრთხოა და ფაქტები მოიყვანონ, მაგრამ ამასაც არ აკეთებენ. ხო და იცით რატო აეწვათ ესე? იმიტომ რომ სადაური არხია BBC ბრიტანული. ვისი სანქციების ეშინია ყველაზე მეტად ბიძინა ივანიშვილს? ბრიტანეთის ეს ნახეთ ჩვენივრად, როცა ჟურნალისტმა ამაზე კითხვა დაუსვა და სახე გაუშეშდა. ხო და ეხლა რაღაცა ეშინიათ რომ ამ სიუჟეტმა არ დააჩქაროს ამ სანქციების დაწესების პროცესი და ფიქრობენ რომ რაღაცნაირად იქნება მანამდე გაწელონ პროცესი, ვიდრე არ ვიცი გამოიტანს, გაასხვისებს თუ რაღაცას იზამს, იმიტომ რომ როგორც ჩანს ამ ბრიტანულ ბანკებში თუ ბრიტანეთის გავლენის ქვეშ ყოფ ამ ოფშორებში დიდი კაპიტალია კიდე დარჩენილი და არაფერს თავის კაპიტალზე და ქონებაზე მეტი რო არ ადარდებს ბატონ ბიძინას ეს ჩვენივრად ვიცით და ჩემთვის პირადად ამას მარტო ეს და ძალიან ლოგიკური გასაგები ახსნა აქვს რომ აი ფიქრობენ რომ იქნებ ცოტათი გაწეყონ, თორემ ქართული ხალხი რო ფეხებზე კიდია ეს ვიცით ჩვენ უკვე დიდი ხანია.